ნაუში. შეგხვი თავგადაბარჭილი ვარ. აკედანაც კამერა თავი გული გამისკენ თასკაჩალი კაცი ვინ არის? ისო ხოი დავიფარე. აჰა. ხავე მეც უნდა გავსინჯო რა ბატონო დავით რა. აბა. ო ეს ხორსა ვანო რა ვხედა დიწყი კატალა. კაი. ჩვენ ჭამას ხალხს ვარ ვაყურებინებთ. სადეგდელოს გეტყვი. ორი მოიტეხე, ჩააწე და გაიმზადე. ჯერ არასრულწლოვანი ხარ, ასე რომ მაგრამ მოყუდება არ დაგალევინებ. კაი. ეგ მიეჩვია ღვინის გემოს. ბატონო დავით, მოდი აი მჭიღით. ზდილობიან კაც გაუმარჯოს. ამინ. უზდელობა ყოველთვის არის ცუდი და საძაგლობა. გინებას რა უნდა, არაფერი არ უნდა. ხო? პირის ამყრალებას არაფერი არ უნდა. როცა არ შეიგინები, ან საზოგადოებაში შეგინება როგორ შეიძლება. ყველა ზდილობიან ადამიანს გაუმარჯოს, ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც ქართულ ენას არ აბილწავს. ზდილობიან ხალხს გაუმარჯოს. ამინ. უზდელად არასოდეს არ მოიცე ცხოვრებაში. საერთოდ. იმიტომ რომ შენ თუ უზდელად მოიქეზე ცუდი სიტყვები თქვი და ასე შემდეგ. მერე ჩემზე იტყვია რომ ვინ გაზარდაო. ყოველთვის უწო ტიპი თუ იგინება მით უმეტეს სახარხოთ. ის ნორმალურ ოჯახში გაზრდილი არ არის. აი გეშინა. გაუმარჯოს ზილობია ხალხს და ზილობას გაუმარჯოს ზოგადად ქვეყანაზე. აგიმარჯოს ზილობიანო ხალხო, გენას ვალთ მაგ არ აყიან თავში. ამინ. მაგარებონია. სანამ რუსები არ შემოვიდნენ საქართველოში. ქართველებმა გინება არ იცოდეთ. ყველა ცუდი სიტყვა იყო. დამპალი და კაცისთვის გეთქვა დიაცი ხარ თქო. დამთავრდა. ქალი ხარ რა. ოღონდ კაცისთვის და ქალებს დედაკაცებს ეძახდნენ. აი გეშინა. ქალი იყო და აი როგორც განკაცდა დედაკაცი. მოკლედ მაგაზე მე ვილაპარაკობთ. ამით დავამთავროთ. გააკეთეთ ძალიან გებრიელი. ჩაქონდრილი